წყალი ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი და სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსია. წყალს მუდმივად ვიყენებთ სასმელად, საკვების მოსამზადებლად, სისუფთავის დასაცავად და მრავალი სხვა საჭიროებისთვის. თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, როგორ ხდება სასმელი წყალი ჩვენს ონკანებში. ან რით განსხვავდება ბუნებაში მოპოვებული მდინარის ან წყაროსწყალი ონკანის წყლისგან. მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. დედამიწაზე არსებული წყლის დაახლოებით 97% მარილიანი წყალია. შესაბამისად, მტკნარი წყალი მხოლოდ 3% შეადგენს. ამ მცირე რაოდენობიდან კი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი წყალი 1%-ზე ნაკლებია, რადგან მტკნარი წყლის უდიდესი მარაგები პოლარულ ყინულებშია თავმოყრილი. ამიტომ, მხოლოდ ეს მცირე რაოდენობა რჩება, რომლის სასმელად დამუშავებაც ადამიანს შეუძლია. ჩვენს ონკანებამდე მოსასვლელად წყალი დიდ გზას გადის. დედაქალაქის წყალმომარაგება 4 ძირითადი ეტაპისგან შედგება. თოვლის, წვიმების და მყინვარების დნობის შედეგად წყალი მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში და მიწისქვეშა ჰორიზონტებში ხდება. სწორედ აქედან იწყება წყლის მოპოვება. მოდი განვიხილოთ თბილისის მაგალითზე. თბილისის წყალმომარაგების ძირითადი წყარო მდინარე არაგვია, რომელიც მყინვარების დნობით, თოვლითა და წვიმის წყლებით იკვებება. მდინარიდან წყალი წყალსაცავებში გროვდება, ჯერ ჟინვალის წყალსაცავში ხდება, ხოლო შემდეგ თბილისის წყალსაცავში, ანუ თბილისის ზღვაში. ჟინვალის წყალსაცავი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი ობიექტია თბილისის წყალმომარაგებაში. ის 500 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ წყალს იტევს. წყალი სწორედ აქ გროვდება, რომ შემდეგ გზა გააგრძელოს და თბილისამდე მოვიდეს. შემდეგი ეტაპი წყლის დამუშავებაა. მოპოვებული წყალი ჯერ სათავე ნაგებობაში ხდება, სადაც სპეციალურ სალექრებში ყოვნდება და მექანიკური ნაწილაკებისგან იწმინდება. შემდეგ ხდება წყლის ფილტრაცია და გაუცნებოვნება. შემდეგ კი წყალი ლაბორატორიულად მოწმდება. აქ ხდება სუფთა წყლის კვლევა და დასალევად გამოსაყენებელი წყლის უსაფრთხოების დადგენა. წყლის ხარისხს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში აკვირდებიან და ამოწმებენ. დამუშავებული წყალი სპეციალური მილების, ანუ წყალმომარაგების ქსელის მეშვეობით მოემართება ჩვენს ონკანებამდე. წყალმომარაგების ქსელი მიწისქვეშაა განთავსებული და თბილისში მისი საერთო სიგრძე 4500 კილომეტრს აღწევს. იმისთვის, რომ წყალი ყველგან თანაბრად მივიდეს, მაღალ კორპუსებშიც და აღმართებზეც ქსელზე სპეციალური ელექტროტუმბოებია დამონტაჟებული, რომლებიც წყალს სიმაღლეზე ქაჩავენ. ეს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოითხოვს. ამ ყველაფრის შედეგად მაღალი ხარისხის წყალი ჩვენს ონკანებში მოედინება. ამის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი – წყლის მოხმარება. წყლის ციკლის სწორედ ამ ეტაპზეა ჩვენი წყლის მომხმარებლების როლი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი. თითოეული წვეთი ბუნებაში შეუფერხებლად რომ დაბრუნდეს, ჩვენი დიდი ყურადღებაა საჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყლის ციკლი ონკანებში მოსვლით არ სრულდება. მას კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რომ ბუნებაში სწორი ფორმით დაბრუნდეს და წყლის უწყვეტ ციკლში კვლავ ჩაებას. ბუნებაში დასაბრუნებლად წყალმა წყალარინების, ანუ კანალიზაციის ქსელი უნდა გაიაროს. წყალარინების სისტემაც მიწისქვეშა მილებისგან შედგება, რომლებსაც გამოყენებული წყალი გამწმენთ ნაგებობაში მიაქვთ, სადაც ის მუშავდება, იწმინდება და სუფთა სახით ისევ ბუნებას უბრუნდება. უნდა დავუკვირდეთ, რომ წყალარინების ქსელში არ მოხდეს საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები, ქსოვილები, სხვადასხვა სახის ცხიმები, ჰიგიენური საშუალებები, პოლიეთილენის მასალები თუ სხვა მყარი ნივთები. წყალარინების სისტემის არასწორმა მოხმარებამ შესაძლოა მილების გაბიდნა და დაზიანება გამოიწვიოს, რაც აბინძურებს გარემოს და აფერხებს ქსელის გამართულ მუშაობას. თბილისის წყალმომარაგებისთვის ყოველდღიურად 1.600.000 კუბური მეტრი წყალი მოიპოვება და გარდაიქმნება სასმელ პროდუქტად. იმისთვის, რომ წყალი თითოეული ჩვენგანის ონკანამდე მოვიდეს, 4500 კილომეტრი ქსელია საჭირო, რაც დაახლოებით თბილისიდან პარიზამდე მანძილს უტოლდება. ხოლო მთელი ამ პროცესის გამართულად ფუნქციონირებისთვის ყოველდღიურად 2800-ზე მეტი ადამიანი ზრუნავს. რომ შევაჯამოთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი წყლის რესურსი დედამიწაზე ძალიან მცირეა, ხოლო მისი მოპოვება და მოსახლეობისთვის მიწოდება რთული და კომპლექსური პროცესია. ამიტომ სჭირდება მას მოფრთხილება. ამისთვის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი არსებობს. შევაკეთოთ გაფუჭებული ონკანი, რომელიც ფუჭად ფლანგავს ტონობით რაოდენობის წყალს. დავკეტოთ ონკანი, როცა არ გვჭირდება. მაგალითად კბილების გახეხვისას. არ ჩავყაროთ ნარჩენები კანალიზაციაში. გვახსოვდეს, სასმელი წყლის ჩვენს ონკანებამდე მოყვანას დიდი შრომა სჭირდება. სწორედ ამიტომ ყოველი წვეთი ძვირფასია.